საქველმოქმედო აქცია წითელი ჯვრის ბათუმის ხანდაზმულთა სოციალურ დღის ცენტრში. ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ცენტრს სამშენებლო მასალები გადასცა. ცენტრის მენეჯერის თქმით, სტიქიური მოვლენების შედეგად შენობა დაზიანდა და აღდგენას საჭიროებდა. ინდირა ებრალიძის თქმით, ცენტრს სოციალური პროექტისთვის 12,000 ლარი ესაჭიროება და დახმარებას ადგილობრივ მთავრობას თხოვს. ხანდაზმულთა სოციალურ დღის ცენტრში ამჟამად 200 ბენეფიციარია. მოგვიტანეს ყველანაირი მასალა და ძალიან ვთხოვთ სახელმწიფოს რომ გვერდით დაგვიდგეს, არ გვეკლო გვერდით თქმა, მაგრამ ამ ბოლოს შენელებულია და ეს პროექტი გააგრძელოს. პროექტის განვითარებისთვის მხოლოდ რემონტი არ არის საკმარისი. პროექტის განვითარებისთვის აუცილებელია პროგრამის მხარდაჭერა, რომელიც უკვე შეტანილი გვაქვს ადგილობრივ მთავრობასთან, მიწოდებული გვაქვს ეს პროგრამა და მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის 12,290 ლარის ბიუჯეტიანი პროგრამა და მე იმედს ვიტოვებ, რომ როგორც არაერთხელ დაგვიდგა მთავრობა გვერდით, ეხლაც დაგვიდგება გვერდით.